ეს ზაფხული მოგზაურობის და დასვენების დროა, თუმცა ვარგის ჩალაგების პარალელურად არ უნდა დაგვავიწყდეს სამოგზაურო აფთიაქიც, მით უმეტეს რომ მოგზაურობა ნიშნავს, რა თქმა უნდა, ახალ გამოცდილებებს, ახალ გასტრონომიულ აღმოჩენებს, უცხო გემოებს ასევე და ბევრ სიახლეს ყველაფერთან ერთად აღმოჩნდა, რომ მოგზაურთა 25%-ს მოგზაურობისას კუჭ-ნაწლავის სიმპტომების გამო უწევს დაგეგმილი აქტივობების გადადება, გაუქმება ან თუნდაც შეცვლა, რაც ყველაზე საყურადღებოა მსგავს სიტუაციაში თითქმის არავის აქვს ხოლმე თან ფერმენტი, პრობიოტიკი, ან თუნდაც კუჭ-ნაწლავის სხვა დამხმარე საშუალებები, რომლებიც დისკომფორტს აგვაცილებდა თავიდან, რა პროდუქტები მოვიმარაგოთ სამოგზაურო აფთიაქისთვის, ამას ჩვენი სტუმრებისგან შევიტყობთ ახლა ფარმაცევტული კომპანია GM Pharma სააფთიაქო გაყიდვების მენეჯერი ჟანა მაღლაკელიძე და პროდუქციის მენეჯერი ასევე თამარ ნანობაშვილი არიან დღეს ჩვენი გადაცემის სტუმრები, რომლებსაც მივესალმები, შვებულებების პერიოდიც მოგვიახლოვდა, ნელ-ნელა ვემზადებით ცხელი სეზონისთვის დასვენებებისთვის და რა თქმა უნდა ეს თემა ახლა ძალიან საინტერესოა და დარწმუნებული ვარ რომ საჭირო რეკომენდაციებსაც გაუზიარებთ ჩვენს ტელემაყურებელს. ჟანა, მოდით თქვენით დავიწყებ და თავდაპირველად მინდა აქცენტი გავაკეთოთ იმაზე, ზოგადად რამდენად მნიშვნელოვანია სამოგზაურო აფთიაქი და იგივე როგორია იმ პროდუქტების ჩამონათვალი, რომელიც აუცილებლად უნდა ვიქონიოთ თან მოგზაურობის პარალელურად. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს, თაკო სწორად აღნიშნეთ, ვარგის ჩალაგების დროს აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება ჩვენ სამოგზაურო აფთიაქსაც, ხომ? ასევე მნიშვნელოვანია სად მივდივართ და რამდენი ხნით. თუმცა არსებობს ისეთი პირველადი საშუალების პროდუქტები, რომელიც სულ თან უნდა გქონდეს ჩვენ სამოგზაურო აფთიაქში და ასეთია მაგალითად ანტისეპტიკური ხსნარი, პლასტირები, სიცხის დამწევი, ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები, ანტიჰისტამინები, რომელიც ალერგიის საწინააღმდეგოა, დიარეის საწინააღმდეგო, ფაღარაცაც ვეძახით ჩვენ პოპულარულ ენაზე ამ პრობლემას, აი ფერმენტები სწორად აღნიშნეთ, იმიტომ რომ ძალიან ხშირად გვიწევს სხვადასხვა პროდუქტების გასინჯვა და აუცილებელია რომ ის დისკომფორტი, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა პროდუქტმა თუ საკვებმა, თან გქონდეს ეს ფერმენტები. ასევე უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ როდესაც ჩვენ ვარჩევთ რა პროდუქტი უნდა ჩავდოთ ჩვენ სამოგზაურო აფთიაქში, ის არ უნდა საჭიროებდეს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს, ეგრეთ წოდებულ მაცივარს. ამიტომ ის პროდუქტები უნდა ავარჩიოთ, რომელიც მნიშვნელოვანია რომ კომფორტულად იყოს ჩვენთვის სამგზავროდ. კი ბატონო, აი თქვენ ახსენეთ ხო, იგივე ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი, მათ შორის მოვიაზრებდი მე პირადად ასევე ანტიჰისტამინურ საშუალებებს და თითქოს ეს ის ჩამონათვალია, რომელიც წელიწადის ნებისმიერ დროს არ კარგავს ხოლმე აქტუალობას, მაგრამ ზაფხულის ცხელ სეზონზე თამარ თქვენ კითხავთ საჭმლის მონელების დამხმარე საშუალებების აქტუალობა შეიძლება ითქვას რომ იზრდება და განსაკუთრებულად საყურადღებოც ხდება ყველაფერთან ერთად. ზუსტად აი ამაზე მინდა გკითხოთ, რატომ უკავშირდება ზაფხულს საჭმლის ტრაქტთან დაკავშირებული ვთქვათ პრობლემები და რატომ არის კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებული პრობლემები უკაცრავად და რატომ არის ვთქვათ მნიშვნელოვანი რომ ამაზე ვაქცენტირდეთ, იგივე რა სიმპტომატიკა, როგორია გამოხატულება, რა ჩივილებით მიმართავენ ხოლმე პაციენტები ხშირ შემთხვევაში ექიმებს და აი ამის შესახებაც რომ მოკლე ექსკურსი შემოგთავაზოთ. კი ბატონო, მადლობა კითხვისთვის, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ნამდვილად სწორად აღნიშნეთ, რომ კუჭ-ნაწლავის ტრაქტი და მასთან დაკავშირებული დისკომფორტი და სიმპტომები ზაფხულში ბევრად უფრო აქტუალურია და რატომღაც ეს სეზონი უფრო ესეთი ვთქვათ საყურადღებოა ამ ხრივ, თუმცა ეს ყველაფერი ახსნადია, ამას ობიექტური მიზეზები აქვს. ზაფხულში ცხელა, ცხელი გარემოა, ტენიანობა მაღალია და ეს გარემო ძალიან ხელსაყრელი პირობებია ისეთი გამომწვევების გამრავლებისთვის, ბაქტერიებისთვის, ვირუსებისთვის, პარაზიტებისთვის, რომლებიც ძალიან ხშირად გვევლინებიან ნაწლავური ინფექციების გამომწვევებად. გარდა ამისა, შენახვის პირობების დაცვა უფრო რთულია ზაფხულის პერიოდში, მით უმეტეს კი ბატონო, თუ კი არ არის სრულყოფილად დაცული შენახვის პირობები ან მისი ჰიგიენურად დამუშავების პირობები არ არის კარგად გარეცხილი, ხილი, ბოსტნეული, ამანაც შეიძლება გამოიწვიოს და კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია მოგზაურობა. მოგზაურობაში იგულისხმება არა მარტო თქვათ მიგრაცია ქვეყნის ფარგლებს გარეთ, არამედ შეიძლება ქვეყნის ფარგლებს შიგნითაც, იმიტომ რომ მოგზაურობის დროს ჩვენ ვიცვლით იმ ჩვეულ გარემოს, რასაც ჩვენი ორგანიზმი ასე მიჩვეულია, ჰაერს, წყალს, საკვებს და ეს ცვლილებები ჩვენი კუჭ-ნაწლავისთვის საკმაოდ სტრესულია და ისეთი სიმპტომები, როგორიც არის მაგალითად
დიარეა, ჟანა მახსენა ხო ფაღარეთი იგივე, შებერილობა, მუცლის მეტეორიზმი, დისკომფორტი, განსაკუთრებით კვებასთან დაკავშირებული ჭამის შემდგომ სიმძიმის და დისკომფორტის შეგრძნება მუცელში. აი ეს ყველაფერი სწორედ აი ამ მიზეზებს უკავშირდება, ასე ვთქვათ და ასევე ნაწლავური მიკრობიოტის ცვლილება. ეს არის აი ჩვენ რომ კარგად ცუდ ბაქტერიებს ვეძახით, მეგობარ ბაქტერიებს ნაწლავში, სწორედ აი მათი თანაფარდობის დარღვევა, რომელიც აღმოჩნდა რომ ამ შეცვლილ გარემოს ხშირად ახლავს ხოლმე თან და თუ ჩვენ მოგზაურობთ სხვაგან ნაწლავური მიკრობიოტის დისბალანსი გარკვეული პროცენტობით აუცილებლად გვაქვს და იგივე ვთქვათ მეგობარი ბაქტერიები ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია რომ გარედან მივიღოთ. ასე რომ მთელი რიგი მიზეზებია, რაც იწვევს ზაფხულში აი კუჭნაწლავის ტრაქტის სიმპტომებს და დაავადებების ასეთ გავრცელებას და ასეთ აქტუალობას. საჭმლის მონელების დამხმარე საშუალებების გამოყენება შეიძლება ითქვას რომ ზაფხულის პარალელურად არის ძალიან მნიშვნელოვანი და თუ თან მიგვაქვს ვთქვათ კივილგამაყუჩებელი და იგივე სიცხის დამწევი შეგვიძლია რომ ისიც ვიქონიოთ ასეთივე აქტუალური არის აი ეს პრობლემები რომელიც თქვენ ახლა გაგვიზიარეთ. აუცილებლად მინდა კითხოთ აი ჟანემაც და თქვენს ორჯერ ახსენეთ უკვე დიარეა რომელიც კი ხშირად უკავშირდება ხოლმე ზაფხულის ცხელ სეზონს, უამრავ ძალიან შემაწუხებელ სიმპტომს, ჩივილს. რა შეიძლება მოვიმოქმედოთ, გავაკეთოთ თქვათ ვიდრე ექიმთან ჩავნიშნავთ ვიზიტს და როგორ ავიცილოთ თქვათ ეს პრობლემები თავიდან. ზაფხული ზუსტად ის სეზონია, როცა დიარეა აი რაღაცა ეპიდემიური აფეთქებები ვითაც ჩდება ხოლმე განსაკუთრებით ზღვის კურორტებზე და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ვიცოდეთ როგორ უნდა დავიცვათ თავი. აქ პირველი კვირა ზღვასთან ურთიერთობის პარალელურად სულ ეს კი ბატონო გეთანხმებით ნამდვილად. არის შესაძლებელი რომ თავიდან ავიცილოთ. რა თქმა უნდა, არის შესაძლებელი ამ ყველაფრის თავიდან არიდება, თუ კი ჩვენ პრევენციულ ღონისძიებებს მიმართავთ და პრევენციულ ღონისძიებებში იგულისხმება სწორედ აი ნაწლავური მიკრობიოტის დაბალანსება და იმ მეგობარი ბაქტერიების გარედან მედიკამენტის საკვები დანამატის სახით მიღება, რომელიც დაეხმარება კუჭნაწლავს, რომ იქ მეგობარი ბაქტერიები იყოს სათანადო რაოდენობით, რომ ეს ადაპტაციის პერიოდი კუჭნაწლავმა ადვილად გაიაროს, ესე ვთქვათ. თუმცა შეიძლება ეს 100%-ით ვერ გადაგვაზღვევს და შეიძლება რომ მაინც გაჩნდეს, ვთქვათ, რაღაცა დიარეულმა ეპიზოდებმა იჩინოს თავი, უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვთა ასაკში დიარეის სიმპტომის გაჩენისთანავე აუცილებლად უნდა გარკვეული ღონისძიებები გავატაროთ უკვე და პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ეს ვთქვათ იგივე დიარეის საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად არის ელექტროლიტები და სითხით შევსება, იმიტომ რომ ბავშვის ორგანიზმი ძალიან სწრაფად განიცდის დეჰიდრატაციას, ანუ გაუწყლოებას მისი ანატომიურ ფიზიოლოგიური თავისებურებებიდან გამომდინარე. დიდი შემთხვევაში ჩვენ თქვათ შეგვიძლია 24 საათი მოვიცადოთ, იმიტომ რომ შეიძლება თავისთავადაც ლიმიტირდეს ეს დიარეა, მაგრამ თუ 24 საათზე მეტი გრძელდება დიდი შემთხვევაშიც აუცილებელია ელექტროლიტები, აუცილებელია სითხის ადეკვატური რაოდენობით მიღება პრობიოტიკები და იმის დამიხედვით რა სიმპტომი გვაქვს, უფრო თუ შებერილობაა, შებერილობის საწინააღმდეგო, თუ სპაზმური ტკივილებია, სპაზმოლიზური საშუალება და ასე შემდეგ. თამარა, ერთი კითხვა, ბავშვთა ასაკი რადგან ახსენე, მშობლებისთვის ხშირად ეს პრობლემა განსაკუთრებულად საყურადღებოა და შეიძლება ითქვას, რომ ის დასვენების რეჟიმი მთლიანად ამოყირავდება ხოლმე და ზუსტად ამიტომ აი საპრევენციო ღონისძიება, რომელიც არაერთხელ აღნიშნე, შეიძლება თუ არა რომ ბავშვთა ასაკშიც თქვათ მივმართოთ არა თუ შეიძლება არამედ სასურველია რომ ყველა შემთხვევაში კი ბატონო ჩვენ როცა ვიცით რომ ბავშვი არა მხოლოდ ზღვასთან ნახეთ გარემოს ცვლილება ნებისმიერ შემთხვევაში აისახება ნაწლავურ მიკრობიოტაზე ამიტომ ჩვენ თაში მივდივართ ერთი დღით მივდივართ პიკნიკზე თუ დიდი ხანგრძლივი მოგზაურობისთვის ვემზადებით მაინც მნიშვნელოვანია რომ ჩვენი კუჭნაწლავი მოვამზადოთ წინასწარ და თან გავიყოლოთ სიმპტომური საშუალებები ხო, აი ახლა ბავშვებზე საუბრობ და აბსოლუტურად გეთანხმებით, აკო, იმიტომ რომ შეიძლება მართლა თავდაყირა და მთელი წელი ელოდები და ვინჩი ვიცი, ხა ბავშვი ნუ იქნება ავად და ნუ შეაწყეს ნუ რაფერი და ხო, და ანუ კარგია, ხო, ოჯახი მიდის, ბავშვები მიყავს და თუნდაც იგივე აუზი ავიღოთ, ხო, ქლორიანის, კაი, ხა დიდებისგან განსხვავებით, მათ უწევთ წყლის კლაპვა და შესაბამისად ეს იწვევს გარკვეულწილად პრობლემებს, რომელიც ქმნის როგორც დიდისთვის, ასევე პატარისთვის. ჟანა, მინდა კითხოთ ხა რასაც მე ვუყურებ, ვერ გეტყვით რომ განსაკუთრებულად კომპეტენტური ვარ ამ ყველაფერში, მაგრამ რა აი ამ პროდუქტებიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ GM Pharma-ს რაღაც განსაკუთრებული შეთავაზებები უნდა კონდეს მომხმარებლებისთვის. ნამდვილად ასია, ჩვენ დავიწყეთ ასეთი ტიპის კამპანია სამშაბათი კუჭნაწლავზე ზრუნვის დღეა და რას ნიშნავს ეს? SPS აფთეკო ქსელში
მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა მისულ მომხმარებელს დახვდება ჩვენს გასტროენტეროლოგიურ მიმართულებაზე განსაკუთრებული შეთავაზებები. ვიდრე შეთავაზებებზე ვისაუბრებ, მინდა მოკლედ კომპანიის შესახებაც უთხრა ჩვენს მოსახლეობას. GM Pharma ის გახლავთ 100%-ით ქართული ინვესტიციით დაფუძნებული საერთაშორისო მულტინაციონალური ფარმაცევტული კომპანია. ჩვენი მედიკამენტები და ბიოლოგიურად აქტიური დანამატები იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნების და საქართველოს GMP სერტიფიცირებულ საწარმოებში. რაც შეეხება ახლა ჩვენს გასტროენტეროლოგიურ პორტფელს, რომელიც უკვე აღნიშნეთ, რომ გვაქვს განსაკუთრებული აქციები ყოველ სამშაბათს, ივლისის თვის ბოლომდე მიმდინარეობს ეს შეთავაზება. პირველი აუცილებლად უნდა დავიწყო ლაქტოჯი ფორტეთი და ასევე ვიტყვი იმას, რომ დასაწყისში ვთქვით, რომ შენახვის განსაკუთრებულ პირობებს არ უნდა საჭიროებდეს პრობიოტიკი. ლაქტოჯი გახლავთ სწორედ პრობიოტიკი, რომელიც ნაწლავის მიკროფლორის აღდგენის საშუალებაა, ერთ-ერთი საჭირო პროდუქტი, რომელიც უნდა გვედოს ჩვენ სააფთიაქო ჩანთაში, ესე რომ ვთქვათ. ამიტომ ლაქტოჯი ფორტეზეც მიმდინარეობს ეს შეთავაზება. რაც შეეხება ლაქტოჯი კიტს, ეს გახლავთ საბავშვო ფორმა. ეს არის თხევადი მეგობარი ბაქტერიები, რომელზეც მიმდინარეობს 5+5 ტიპის შეთავაზება, 5 ფლაკონ შეიძენს მომხმარებელი და 5 გადავცემთ საჩუქრად. რა თქმა უნდა, შესაძლებელია რომ არ საჭიროებს განსაკუთრებულ პირობებს და შეგვიძლია რომ თან წავიღოთ. რაც შეეხება დიალაგზე მინდა ვთქვა, რომ ეს არის შებერილობის საწინააღმდეგო მოქმედების, როგორც საბავშვო ფორმა გვაქვს, ასევე მოზრდილთა ფორმა გვაქვს. რაც შეეხება პატარების ფორმას, არის წვეთები, რომელსაც აქვს ბანანის სასიამოვნო არომატი და ვიცით ჩვენ ბავშვთა ასაკში ეს კუჭნოთ წლავთა კოლიკა როგორი პრობლემურია, ამიტომ ძალიან ეფექტურად ხსნის დიალაკის წეთი აი ამ ასაკში ამ პრობლემას. რაც შეეხება ფორტეს, აქ უკვე მაღალი კონცენტრაციით გვაქვს იმეტიკონი და ესეც მასეც მიმდინარეობს 1+1 ტიპის შეთავაზების აქცია. რაც შეეხება კოლერინს და კოლერინ ჰიდროს, ეს გახლავთ დიარეის საწინააღმდეგო საშუალება. აი კოლერინი მაგალითად დიარეის ტრაფიკ უპირებისთვის გამოიყენება, ხოლო კოლერინი ჰიდრო აი ძალიან მინდა რომ ამაზე ყურადღება გავამახვილოთ და რატომ? კოლერინ ჰიდროში შედის როგორც პრობიოტიკი, ისე ელექტროლიტი. ანუ დიარეის ტრაფიკ უპირებაც ხდება და ელექტროლიტებითაც ივსება ჩვენი ორგანიზმი. ეს ნიშნავს, რომ ერთი პაკეტი იხსნება 200 მლ წყალში და მიიღება 4 წლის ასაკიდან, მათ ბოლოს აგვარებს და თან აღდგენას აკეთებს. თან აღდგენას თქვენ თან უნდა მახსენა, რომ დეჰიდრატაცია ბავშვებში განსაკუთრებით ძალიან საშიშია, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ელექტროლიტებით მაშინვე იყოს ჩვენი ორგანიზმი და ჩვენი პატარების ორგანიზმი. არ იღებენ ხოლმე საჭირო რაოდენობისას დღის განმავლობაში და დღის წესრიგში ზუსტად რასაკვირველია ჩართულობა ხდება საჭირო. დიახ, 5 პაკეტზე 5 პაკეტია აქ საჩუქარი, არა მხოლოდ კოლოფი, არამედ 5 პაკეტზე 5 პაკეტია საჩუქარი. ალკორესზე მინდა ვთქვა, ეს არის ნაბახუსევის შესამსუბუქებელი საშუალება. ეს გახლავთ მაჩვენე რომელია შუშხუნააბები, რომელიც ვიცით ხომ ზაფხულში განსაკუთრებით ჩვეულებების დროს ხშირად გება ხოლმე. და ამის მოქმედება როგორია ჟანა, ბოდიში შეგაწყვეტინე. აი ესე გამოიყურება. შუშხუნააბი გახლავთ, ერთი შუშხუნააბი უნდა გავხსნათ ერთ ჭიქა წყალში და დღის განმავლობაში სამჯერადად უნდა მივიღოთ. გემო სასიამოვნო აქვს, ამიტომ სასიამოვნოდ მისაღებია და თან აი ამ ნაბახუსევის სიმპტომებს ძალიან კარგად ხსნის. და ელექტროლიტებითაც ავსებს ჩვენს ორგანიზმს. რაც შეეხება რეოკონზე უნდა ვთქვა, ეს არის ფერმენტი, რომელიც გახლავთ 4 კომპონენტიანი ფერმენტი, რომელიც არის გარდა იმისა, რომ ცილებს ცხიმებს და ნახშირწყლებს ინელებს ძალიან კარგად, ბოჭკოს, მცენარეულ ბოჭკოს ათვისებასაც უწყობს ხაზს და ავხსნია მას, რას ნიშნავს, როდესაც მცენარეული საკვებით ხშირად ვიკვებებით, ვეგანებისთვის განსაკუთრებით, ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პროდუქტია რეოკონი. რეოკონზე ერთი ფირფიტი შეძენის შემთხვევაში მეორე ფირფიტა გახლავთ საჩუქარი. ჰიდრობალანსი სწრაფად გვინდა ბოლომდე რომ დავასრულოთ. ჰიდრობალანსი გახლავთ ასევე ელექტროლიტები, რომელიც ერთ ჭიქა წყალში იხსნება. კი ბატონო, განსაკუთრებით ვარჯიშის დროს, როდესაც არ გვინდა რომ ბევრი რაოდენობით წყალი პროცესში თუ დასრულების შემდეგ, როდესაც დიდი რაოდენობით ვკარგავთ წყალს, ამ შემთხვევაში ჰიდრობალანსი შეგვიძლია მივიღოთ. რუჯსაც ჰიდრობალანსთან დაკავშირებით, ჩვენ როცა ვირუჯებით ზაფხულში, დიდი რაოდენობით წყლის აორთქლება ხდება და აი წყლით და ელექტროლიტებით, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ოფლით ძალიან ბევრი ელექტროლიტი იკარგება. დრო ფაქტობრივად ძალიან ცოტა გვაქვს და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც გვინდა რომ გავაჟღეროთ. კი ბატონო, ბოლო პროდუქტია პოლისოლი და ანასპანი, რომელიც მუცლისღრუს სპაზმის დროს გამოიყენება. რომ შევაჯამოთ ყველა ეს პროდუქტი, რაც ჩამოვთვალეთ, PSP საფთიაქო ქსელში მიმდინარეობს ყოველ სამშაბათს ივლისის თვის ბოლომდე. დიახ, ივლისის თვის ბოლო სამშაბათამდე, ეს არის 29 ივლისი.